თქვენ უსმენთ პოდკასტს რადიო მაესტროზე. არსებობს საიდუმლოებები, რომლებსაც 10 წლეულებიც ვერ ფარავს. ეს არის ისტორია, რომელიც ნორვეგიას უკვე ნახევარი საუკუნეა თავსატეხად ექცა. 1970 წლის ნოემბერი, ისდალენის ცივი და შორეული ხეობა. აქ კლდეებს შორის ქალის მძიმედ დამწვარი ცხედარი იპოვეს, თუმცა ეს არ იყო ჩვეულებრივი მკვლელობა. ვიღაცამ მის ტანსაცმელს ყველა ეტიკეტი მოაჭრა, ნივთებიდან კი ნებისმიერი ნიშანი მოაშორა, რაც მის ვინაობაზე მიგვანიშნებდა. ის თითქოს არავინ იყო, ან ყველას განმალავდა თუ ვინ იყო სინამდვილეში. კოდირებული შეტყობინებები, პარიკები და ყალბი პასპორტების მთელი კოლექცია. პოლიცია ჩიხში შევიდა. საქმე დაიხურა, თუმცა კითხვები დარჩა. ნახევარი საუკუნის შემდეგ ეს საქმე კვლავ ღიაა. დღეს ჩვენ ვხსნით ისდალელი ქალის საიდუმლოებით მოცულ ფაილებს. მოემზადეთ, ჩვენ მივყვებით კვალს, რომელიც არსად მიდის. ან პირიქით, იმაზე შორს მიგვიყვანს, ვიდრე წარმოგვიდგენია. თუ მოგწონთ ასეთი ისტორიები, გამოიწერე რადიო მაესტროს YouTube არხი და ერთად გავაგრძელოთ მოგზაურობა წარსულში. $1970 წლის 29 ნოემბრის დილა, მამაკაცი ორ პატარა ქალიშვილთან ერთად ისდალენის ხეობაში სეირნობს. უეცრად კლდეებს შორის ისინი საზარელ სურათს აწყდებიან. უსულო სხეული პირდაპირ ლოდებზეა გაშოტილი. მისი ხელები ეგრეთ წოდებული მოკრიბის პოზაშია გაშეშებული. სწორედ ასე ემართება სხეულს, როდესაც ის ძლიერ ცეცხლში იწვის. ადგილობრივები ისდალენს სიკვდილის ხეობას ეძახიან. ამ ადგილს ცუდი სახელი დიდი ხნის წინ დაუმკვიდრდა. შუა საუკუნეებში აქ ხშირად იკლავდნენ თავს. 60-იან წლებში კი რამდენიმე მოლაშქრე ნისლში გზასაცდა და უფსკრულში გადაიჩეხა. პირველივე შეხედვით ნათელი იყო ერთი რამ. ეს ქალი ჩვეულებრივი მოლაშქრე არ ყოფილა. ეს ადგილი მთავარი ბილიკებიდან საკმაოდ მოშორებით იყო. ძალიან უცნაური ადგილი სასეირნოდ. იხსენებს BBC-სთან საუბრისას კარლ ჰალვორდ ასი, პოლიციის იურისტი, რომელიც შემთხვევის ადგილზე მისულ პირველ ოფიცერთა შორის იყო. მას დღემდე მკაფიოდ ახსოვს ის შემზარავი გარემო და, როგორც თავად ამბობს, მძაფრი სუნი, რომელიც ჰაერში იდგა. სხეული წინა მხრიდან მთლიანად დამწვარი იყო, ამბობდა ის. მათ შორის სახე და თითქმის მთელი თმა. თუმცა ერთი რამ პოლიციას ძალზე უცნაურად მოეჩვენა. ზურგი ცეცხლს საერთოდ არ დაეზიანებინა. ისე ჩანდა, თითქოს ის ცეცხლს უკან გადახტომით გაექცა, იხსენებს ოფიცერი. ცხედარი იმდენად მძიმედ იყო დამწვარი, რომ შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენაც კი, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ქალი სინამდვილეში. და მაინც, როგორ გაჩნდა ცეცხლი, როგორ აღმოჩნდა ეს ქალი ალმოდებული შუადღეში. საქმის გასაღები ნომერი პირველი, საგნები. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე რამდენიმე ნივთი იპოვა. სამკაულები, საათი, გატეხილი ქოლგა და რამდენიმე ბოთლი. თუმცა ერთ-ერთ კრიმინალისტზე ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება არა თავად ნივთებმა, არამედ მათმა განლაგებამ დატოვა. ქალს არც საათი ეკეთა და არც სამკაულები. ისინი მის გვერდით მიწაზე იყო დაწყობილი. პოლიციამ ასევე იპოვა რეზინის ჩექმების ნარჩენები და ნეილონის წინდები. ნებისმიერი ეტიკეტი ტანსაცმელზე აკურატულად იყო მოჭრილი, ხოლო ბოთლებიდან ყოველგვარი ნიშანი მოფხეკილი. შემთხვევის ადგილზე პოლიციამ ვერაფერი იპოვა, რაც ამ ქალის ვინაობაზე მიანიშნებდა. მოგვიანებით გამოძიებამ თვითმხილველთა ძებნა დაიწყო. ოფიციალური აღწერილობის მიხედვით, ის იყო დაახლოებით 164 სანტიმეტრის სიმაღლის. ჰქონდა გრძელი, მუქი წაფლისფერი თმა, პატარა მრგვალი სახე და ყავისფერი თვალები. მისი ასაკი 25-დან 40 წლამდე მერყეობდა. სიკვდილის მომენტში მას თმა ლენტით ჰქონდა შეკრული. ასე გაჩნდა სახელი, რომელმაც მთელი ქვეყანა აღელვა. ისდალელი ქალი. ბერგენის მსგავსი 7 ქალაქისთვის კი სადაც კრიმინალური შემთხვევები დიდი იშვიათობა იყო, ეს ამბავი ნამდვილ შოკად იქცა. რამდენიმე დღის შემდეგ კი პოლიციამ ახალ კვალს მიაგნო. გასაღები მეორე, ჩემოდნები. მოგვიანებით ბერგენის რკინიგზის სადგურის ბარგის შესანახ განყოფილებაში 2 ჩემოდანი იპოვეს. ერთ-ერთ მათგანში აღმოჩენილ სათვალეზე დატოვებული თითის ანაბეჭდი ზუსტად ემთხვეოდა ხეობაში ნაპოვნი ქალისას. ჩემოდნებში ასევე ინახებოდა ტანსაცმელი და რამდენიმე პარიკი.
გერმანული, ნორვეგიული, ბელგიური, ბრიტანული და შვეიცარიული ფული, კოსმეტიკა, სავარცხელი და თმის ჯაგრისი, რამდენიმე ჩაის კოვზი და ეგზემის სამკურნალო მალამოს ტუბი. თავდაპირველად პოლიცია ძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილი. მათ ეგონათ, რომ ჩემოდნები დაეხმარებოდათ ცხედრის იდენტიფიცირებაში, თუმცა იმედები მალე გაქრა. გაირკვა, რომ ყველა იარლიყი თუ ეტიკეტი, რომელიც ქალის ვინაობას ან წარმომავლობას გასცემდა, აქაც გამქრალი იყო. პოლიცია სასოწარკვეთილი ცდილობდა ნივთების წარმომავლობის დადგენას. ისინი საზღვარგარეთის დიდ სავაჭრო ცენტრებსაც კი უკავშირდებოდნენ, მათ შორის პარიზის ცნობილ გალერი ლაფაიეტს. იქნებ ვინმეს ეცნო კოსმეტიკის შეფუთვა. პასუხი ყველგან ერთი იყო. ვერავინ ვერაფერს ცნობდა. ჩემოდანში კიდევ ერთი იდუმალი ნივთი იდო. კოდირებული ჩანაწერი, რომლის გაშიფვრაც პოლიციამ მხოლოდ დიდი ხნის გასვლის შემდეგ შეძლო. თუმცა იქვე იყო ერთი ხელჩასაჭიდი სამხილიც. ფეხსაცმლის მაღაზიის ოსკარ რერტვედტის პლასტიკური პარკი. მაღაზიის მფლობელის ვაჟს, როლფ რერტვედტს კარგად ახსოვდა ის ქალი. მან რეზინის ჩექმები იყიდა. როლფი მას აღწერდა, როგორც ძალიან ელეგანტურად ჩაცმულ, მომხიბვლელ ქალს მუქითმით. ჩექმები და ქოლგა, რომლებიც ხეობაში იპოვეს, სწორედ აქ იყო შეძენილი. როლფმა დაიმახსოვრა ის, რადგან ქალი ჩექმებს უჩვეულოდ დიდხანს ზედმიწევნითი სიზუსტით არჩევდა. საუბრობდა ინგლისურად, ჰქონდა აქცენტი და მშვიდი, გაწონასწორებული გამოხედვა. ამ აღწერილობით პოლიციამ სასტუმრო სენტ სვიტუნს მიაკვლია, სადაც ქალი ფენელა ლორკის სახელით იყო დარეგისტრირებული. მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ფენელა ლორკი მისი ნამდვილი სახელი არ იყო. გასაღები მესამე, სასტუმროს ანკეტები. აღმოჩნდა, რომ ეს ქალი ნორვეგიის სხვადასხვა სასტუმროში ცხოვრობდა და ყოველჯერზე ახალ სახელს იყენებდა. ვინაიდან სასტუმროები პასპორტს ითხოვდნენ, გამოდის, რომ მას რამდენიმე ყალბი პასპორტი ჰქონდა. ყალბი პასპორტები არაჩვეულებრივი სიზუსტით იყო დამზადებული. იმ პერიოდში კი ასეთი საბუთების დამზადება სავარაუდოდ მხოლოდ სპეცსამსახურებს შეეძლოთ. მისი გამოგონილი სახელების სია კი ნამდვილ ლაბირინთს ჰგავს. ჟენევიევ ლანსიე ლუვენიდან, კლაუდია ტილტი ბრიუსელიდან, კლაუდია ნილსენი გენტიდან და ასე შემდეგ. ის მოგზაურობდა ოსლოში, ბერგენში, სტავანგერსა და სტონჰეიმში. იცვლიდა ქალაქებს, იცვლიდა იდენტობებს. თითქოს ვიღაცას ემალებოდა ან რაღაცას ეძებდა. სასტუმრო ნეპტუნის 21 წლის ოფიციანტზე ალვილ რანგნესზე ამ ქალმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ჩემზე პირველი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა განსაკუთრებულმა ელეგანტურობამ და თავდაჯერებულობამ, იხსენებს ის. ეცვა მოდურად, მინდოდა მიმებაძა. მახსოვს, ერთხელ თვალიც კი ჩამიკრა. მგონი იგრძნო, რომ ზედმეტად დაჟინებით ვაშტერდებოდი. ალვილი კიდევ ერთ უცნაურ დეტალს იხსენებს. ერთხელ, როდესაც ქალს სადილი მიართვა, ის გერმანიის სამხედრო საზღვაო ფლოტის 2 წევრთან, რომელთაგან ერთი ოფიცერი იყო, ძალიან ახლოს იჯდა, თუმცა მათ საერთოდ არ იმჩნევდა. მსგავსი ამბავი სხვა გერმანელი მამაკაცის მონაწილეობით სხვა ვერსიებშიც ფიგურირებს. ერთ-ერთის თანახმად მამაკაცმა ქალს უხმოდ დაუდო ბარათი მაგიდაზე და ადგილი დატოვა. ქალმა კი ბარათი გაანადგურა. პოლიციამ სასტუმროს ყველა თანამშრომელი დაკითხა. გაირკვა, რომ ქალი ინგლისურთან ერთად გერმანულადაც საუბრობდა. ასევე ის მუდმივად ითხოვდა ოთახის შეცვლას. ერთხელ მან ნომერი ზედიზედ 3-ჯერ გამოიცვალა. გასაღები მეოთხე, ჩანაწერი. ბერგენში ხმები გავრცელდა. ყველა ამბობდა, რომ ქალი ჯაშუში იყო. იმ დროს ქალაქში უცხოელი ტურისტი ცოტა იყო. ამ ქალის სიმდიდრე და ხშირი მოგზაურობა კი ეჭვებს ბადებდა. ეს ცივი ომის პერიოდი იყო. ნორვეგიაში მაშინ ბევრი ჯაშუში ტრიალებდა, მათ შორის საბჭოთა აგენტებიც, ამბობდა კრიმინალური ჟანრის მწერალი გუნარ სტალესენი. ნორვეგიაში ისრაელის აგენტებიც კი მუშაობდნენ. ამას მოწმობს 3 წლის შემდეგ ლილეჰამერში მომხდარი ტრაგედია, როდესაც მოსადის აგენტებმა ტერორისტის ნაცვლად შემთხვევითი ადამიანი მოკლეს. ამ საქმეს ნორვეგიის სპეცსამსახურებიც იძიებდნენ, თუმცა ამას 10 წლეულების განმავლობაში მალავდნენ. მედიის თანახმად დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ეს ქალი დასავლეთ ნორვეგიაში ახალი რაკეტების გამოცდას აკვირდებოდა, თუმცა ოფიციალური დასკვნა არასდროს გაკეთებულა. ბოლოს პოლიციამ მიდუმალი კოდიც გაშიფრა, მაგრამ მასში ჯაშუშობის პირდაპირი მტკიცებულება ვერ იპოვეს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო მისი მოგზაურობის ერთგვარი დღიური. მაგალითად, 022-028 P ნიშნავდა 22-დან 28 ოქტომბრამდე პარიზში ყოფნას. 029 PS
პარიზიდან სტავანგერში გამგზავრებას, ხოლო 0.30 BN5 ბერგენში გატარებულ პერიოდს 30 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე. მოგვიანებით პოლიციამ ქალის აღწერილობა და მისი პორტრეტები სხვა ქვეყნების სამართალდამცავებსაც გაუგზავნა, მაგრამ იდენტიფიცირება მაინც ვერ მოხერხდა. გასაღები მეხუთე, ავტოპსია. სანამ პოლიცია კვალს ეძებდა, გამომძიებლებმა ცხედრის ექსპერტიზა დაასრულეს. მათ იპოვეს აუხსნელი სისხლჩაქცევა კისრის მარჯვენა მხარეს. ეს შეიძლება ყოფილიყო დარტყმის ან ვარდნის შედეგი. სხვა მხრივ, ქალი სრულიად ჯამრთელი ჩანდა. ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ მას არასდროს ჰყოლია შვილი. მისი სიკვდილი წარმოუდგენლად მტკივნეული უნდა ყოფილიყო. მის ფილტვებში კვამლის ნაწილაკები აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც იწვოდა. მიწაში ცხედრის ქვეშ ბენზინის კვალი იპოვეს. ქალის სისხლში ნახშირორჟანგის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა. გარდა ამისა, მის კუჭში იპოვეს დიდი რაოდენობით საძილე აბები, უცხოური ბრენდის, ფენემალის, თუმცა მათ სიკვდილამდე სისხლში შეწოვა ვერ მოასწრეს. აბები ვარდისფერი უნდა ყოფილიყო, მსგავსი პრეპარატი კი მაშინ მხოლოდ ბრიტანეთში მზადდებოდა. ექსპერტიზის დასკვნა ასეთი იყო. სიკვდილის მიზეზი ნახშირორჟანგით მოწამვლა და დიდი რაოდენობით საძილე აბების მიღება გახდა. ბერგენის პოლიციის უფროსმა საქმე ოფიციალურად გამოაცხადა, როგორც სავარაუდო თვითმკვლელობა. მაგრამ ბევრისთვის ამის დაჯერება შეუძლებელი აღმოჩნდა. ყოველგვარი ახალი კვალის გარეშე საქმე დაიხურა. 1971 წლის თებერვალში ისდალელი ქალი დაკრძალეს. პოლიციამ ჩათვალა, რომ ის კათოლიკე უნდა ყოფილიყო და კათოლიკური წესით დაკრძალეს. მიზეზი ის იყო, რომ მის ჩემოდანში იპოვეს ღვთისმშობლის პატარა ხატი, ხოლო სასტუმროს ანკეტებში ის ხშირად წერდა, რომ სარწმუნოებით კათოლიკე იყო. დაკრძალვის ოქმის მიხედვით, კუბო იასამნებითა და ტიტებით იყო მორთული. მღვდელმა უბრალოდ ცერემონია ჩაატარა უცნობი ქალისთვის, რომელიც უცხო ქვეყნის მიწას ოჯახის გარეშე მიაბარეს. პროცესიას მხოლოდ ბერგენის პოლიციის 16 თანამშრომელი აცილებდა. მათ გადაიღეს დაკრძალვის ფოტოალბომი, რათა თუ ოდესმე მისი ოჯახი გამოჩნდებოდა, ეჩვენებინათ, რომ ქალი ღირსეულად დაკრძალეს. ალბომი დღემდე ნორვეგიის პოლიციის არქივში ინახება. ქალი თუთიის კუბოში ჩაასვენეს. ეს გაკეთდა იმ იმედით, რომ მომავალში, როდესაც ტექნოლოგიები განვითარდებოდა, მისი ექსჰუმაცია და სხეულის ხელახალი შესწავლა შესაძლებელი გახდებოდა, რაც 2016 წელს ნამდვილად მოხდა. გასაღები მეშვიდე, კბილები. ისდალელ ქალს გამორჩეული კბილები ჰქონდა, 14 დაბჟენილი კბილი და რამდენიმე ოქროს გვირგვინი. მისი ასაკის ადამიანისთვის ეს მეტისმეტად უჩვეულო იყო, მით უმეტეს, რომ ასეთი ტექნოლოგიით ნორვეგიაში მაშინ არ მუშაობდნენ. სტომატოლოგიის პროფესორმა გისლე ბანგმა ქალის ყბა შეინახა იმ იმედით, რომ ოდესმე რომელიმე ექსპერტი ამ ხელწერას იცნობდა. პროფესორის გარდაცვალების შემდეგ ყველას ეგონა, რომ ეს ნიმუში განადგურდებოდა. ამბობდნენ, რომ ყბა უბრალოდ გადააგდეს. თუმცა წლების შემდეგ ჟურნალისტების დაჟინებული ძიების შედეგად ის ჰაუკ-ელანდის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის სარდაფში არქივების სიღრმეში იპოვეს. ამ აღმოჩენამ პოლიციას საქმის ხელახლა გახსნის საშუალება მისცა. დაიწყო იზოტოპური ანალიზი. მეცნიერებმა დაიწყეს იმ ქიმიური ხელწერის შესწავლა, რომელიც წყალმა და საკვებმა ქალის კბილებზე დატოვა. ჟანგბადის იზოტოპები გვიჩვენებს, რა ტიპის წყალს სვამდა ის ბავშვობაში და რომელი რეგიონიდან იყო ეს წყალი. სტრონციუმის იზოტოპები კი ასახავს იმ ნიადაგსა და საკვებს, რომლითაც ის იკვებებოდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნორვეგიის პოლიციამ კბილების იზოტოპური ანალიზი გამოიყენა. მათ გაუჩნდათ შანსი, ზუსტად დაედგინათ, სად გაიზარდა იდუმალი უცნობი. გასაღები მერვე, ქსოვილის ნიმუშები. 1970 წელს დნმ-ის ანალიზი არ არსებობდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ჰაუკ-ელანდის ჰოსპიტალში მისი ორგანოების, ფილტვების, გულისა და საკვერცხეების ნიმუშები შენახული იყო. სადღაც მსოფლიოში არსებობენ ნათესავები, რომლებსაც აინტერესებთ სად გაქრა ის, ამბობდა ნილს იარლე გიევაგი, კრიმინალისტიკის განყოფილების უფროსი. ჩვენ ვცდილობთ ყველა უცნობი ცხედრის იდენტიფიცირებას, რათა ახლობლებმა პასუხი მიიღონ. სანამ მეცნიერები დნმ-ის პასუხებს ელოდნენ, მედიამ დოკუმენტური ფილმი გამოუშვა. მათ 150-ზე მეტი შეტყობინება მიიღეს ადამიანებისგან, რომლებსაც ამ საქმის დასრულება სურდათ. და თვეების მუშაობის შემდეგ პასუხი მოვიდა.
დნმ-ის გაფართოებულმა პროფილმა აჩვენა, რომ ქალი ევროპული წარმოშობისაა. ამან ეჭქვეშ დააყენა ვერსია, რომ ის ისრაელის აგენტი იყო. ევროპის ყველა პოლიციას დაევალა თავისი მონაცემთა ბაზების შემოწმება. გასაღები მე-9. მეცნიერება. 10 წლეულების განმავლობაში ეს საქმე გაყინული იყო, თუმცა თანამედროვე მეცნიერებამ შეუძლებელი შეძლო. იზოტოპური კვლევის შედეგები გამოუგნებელი აღმოჩნდა. ანალიზმა უცნობი ქალი გერმანიის ქალაქ ნიუნბერგს დაუკავშირა. გარდა ამისა, გადაიხედა მისი ასაკიც. ის იმაზე უფროსი ყოფილა, ვიდრე ეგონათ. ის დალელი ქალი 40 წლამდე ასაკის იყო. მაგრამ ძიება მხოლოდ ლაბორატორიებში არ მიმდინარეობს. პოდკასტის Facebook ჯგუფში ათასობით მსმენელი გაერთიანდა. მათ დაიწყეს ქალის იდუმალი მარშრუტების გაშიფრა და ერთ-ერთმა მათგანმა მის ბარგში ნაპოვნი უბრალო კოვზის წარმომავლობასაც კი მიაგნო. ყოველი ასეთი დეტალი, იქნება ეს კბილის მინანქარში დამალული ქიმიური კვალი თუ ძველი კოვზი, გვაახლოებს პასუხთან კითხვაზე: ვინ იყო ის სინამდვილეში? ახალი დეტალები, ჩანთა. წლების შემდეგ ხეობაში მეტალოდეტექტორი ზედაპირიდან დაახლოებით 15 სანტიმეტრის სიღრმეზე ხელჩანთა იპოვეს. ის ისე იყო ჩამარხული, რომ ეჭვგარეშე იყო, ვიღაცა მისი განზრახ დამალა. ჩანთა მძიმე იყო, მასში ხის ფესვები იყო ჩაზრდილი. ის იქ 10 წლეულების განმავლობაში იდო. ნაპოვნი ადგილი სულ რაღაც 40 მეტრით იყო დაშორებული იმ წერტილს, სადაც ის დალელი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. ეს იყო პირველი რეალური კვალი ყინულოვან ხეობაში ბოლო 50 წლის განმავლობაში. რამდენიმე დღის შემდეგ ჩანთა კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში ფრთხილად გახსნეს. შიგნით მიწის გარდა ვერაფერი იპოვეს. ნებისმიერი ნივთი, რაც იქ ოდესღაც იდო, დრომ და ბუნებრივმა პირობებმა გაანადგურა. ექსპერტებმა ის სათუთად გაწმინდეს და გამოჩნდა ცისფერ, ნაცრისფერი ჩანთა წითელი ზოლებით. მოკლე სახელურები მიანიშნებდა, რომ ის შესაძლოა ბავშვისთვის ყოფილიყო ნაყიდი. მიწაში გატარებული ასეთი ხანგრძლივი დროის შემდეგ დნმ-ის ტესტის ჩატარებას აზრი აღარ ჰქონდა. ლაბორატორიაში მყოფი გუნდის ოპტიმიზმი გაქრა. შეხვედრა მთაში. წლების შემდეგ ისდალელ ქალთან შესაძლო შეხვედრა გაიხსენა კაპიტანმა კეტილ კვერსოიმ. მე უნდა მომეყოლა ვინმესთვის, რადგან ამ ტრაგედიამ ამავსო. 48 წელია ეს მახსოვს. ყოველთვის მქონდა მოთხოვნილება ვინმესთვის მეთქვა, არ მინდოდა ეს საიდუმლო ჩემთან ერთად დამემარხა. იმ შეხვედრის შემდეგ მთებში არ ამოვსულ ვარ. მანამდე ხშირად მოვდიოდი, მაგრამ მას შემდეგ უბრალოდ ვეღარ შევძელი, ამბობს ის. კაპიტანი იხსენებდა 1970 წლის ერთ დღეს, როდესაც სჯერა, რომ ისდალელ ქალს შემთხვევით შეხვდა. ნაშუა დღევი იყო, კეტილი ბერგენში ბრუნდებოდა. გავოცდი, დავინახე, რომ მთაზე ვიღაცეები ამოდიოდნენ. ეს უჩვეულო იყო, რამდენიმე საათი ვიარე და მანამდე არავინ შემხვედრია, იხსენებს ის. მისკენ ქალი მოდიოდა, რომელსაც უკან ორი მამაკაცი მოხვებოდა. კეტილის თქმით, სამივეს ისე ეცვა, თითქოს ქალაქში სასეირნოდ იყვნენ და არა მთაში სალაშქროდ. მათი გზები გადაიკვეთა. ის მე მიყურებდა, მისი სახე ისე გამოიყურებოდა, თითქოს შეშინებული იყო და დანებებას აპირებდა, ამბობს კაპიტანი. მამაკაცები ქალისგან დაახლოებით 20 მეტრის მოშორებით იყვნენ. როცა შემომხედა, ვიგრძენი, რომ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ვერ გაბედა. შემდეგ უკან გაიხედა და ის კაცები დაინახა. დარწმუნებული ვარ, მან იცოდა, რომ ისინი მისდევდნენ. დღემდე ახსოვს მისი გარეგნობის დეტალები. მუქი თმა ჰქონდა, არც ისე გრძელი. მამაკაცებიც შავ-ქურემნები იყვნენ. ნორვეგიელებს არ ჰგავდნენ, უფრო სამხრეთ ევროპული გარეგნობა ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ კეტილმა მოგვიანებით პოლიციას ყველაფერი უამბო, დღემდე ნანობს, რომ მაშინვე არ იმოქმედა. თუმცა მისმა მეგობარმა ოფიცერმა მაშინვე უთხრა, რომ ეს საქმე ბერგენის პოლიციის კომპეტენციას სცილდებოდა. ეს საერთაშორისო მასშტაბის ამბავი იყო და მას ვერასდროს გახსნიდნენ. ამ ისტორიაში ერთი უცნაური დეტალია. კეტილი ამბობდა, რომ ეს შეხვედრა კვირა დღეს გვიან ნაშუა დღეს მოხდა. ის დალელი ქალი კი კვირა დილით იპოვეს მკვდარი. ეს ნიშნავს, რომ კეტილი მას ან ერთი კვირით ადრე შეხვდა, ან სხვა რომელიმე კვირას. ან შეიძლება ის დალელი ქალი სულაც არ იყო. დნმ, უკანასკნელი იმედი. საქმით დაინტერესებულებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, რატომ არ შეადარეს ის დალელი ქალის დნმ-ის პროფილი უდიდეს კომერციულ ფაზებს, რომლებიც მილიონობით ადამიანის მონაცემებს შეიცავს.
საქმე იმაშია, რომ ეს გენეტიკური მასალა ნორვეგიის პოლიციას ეკუთვნის. სამართლებრივი და ეთიკური მიზეზების გამო მათ ჯერჯერობით არ დაუშვიათ ამ მონაცემების გამოყენება იმ ბაზებში, რომლებსაც ადამიანები თავიანთი წინაპრების მოსაძებნად იყენებენ. არადა მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ამერიკაში, გენეტიკური გენეალოგია რევოლუციას ახდენს. უცნობი პირის დნმ-ით შორეულ ნათესავებზე გასვლა და ოჯახური ხეების აგება უკვე ათობით საქმის გასაღებად იქცა. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით თანამედროვე ჟურნალისტური გამოძიებებისა და გენეტიკური კვლევების წყალობით ისდალელი ქალის საქმემ სრულიად ახალი მიმართულება მიიღო. გაჩნდა სენსაციური ვერსიები, რომლებიც საქმეს მკვლელობად აფასებს და აკავშირებს საერთაშორისო ტერორიზმთან, შვეიცარიულ ბანკებთან და პალესტინის დაზვერვასთან. შვეიცარიული გამოცემა Neue Zürcher Zeitungის მიერ ჩატარებულმა მრავალწლიანმა გამოძიებამ გამოავლინა კავშირი ცნობილ შვეიცარიელ ბანკირთან, ფრანსუა ჟენოსთან. ჟენო იყო ნაცისტების ყოფილი მოკავშირე და ფინანსისტი, რომელიც მოგვიანებით მჭიდროდ თანამშრომლობდა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციებთან, მათ შორის რადიკალ ტერორისტ ვადი ჰადადთან. საარქივო დოკუმენტებით დადგინდა, რომ ფრანსუა ჟენოსა და ვადი ჰადადის შეხვედრები ბეირუთსა და პარიზში ზუსტად ემთხვეოდა იმ დღეებსა და ქალაქებს, სადაც ისდალელი ქალი თავისი კოდირებული ბლოკნოტის მიხედვით იმყოფებოდა. ქალი სავარაუდოდ იყო პალესტინის სპეცსამსახურების ჯაშუში ან კურიერი, რომლის დაფინანსებაც სწორედ ჟენოს შვეიცარიული ფონდებიდან ხდებოდა. ეს ხსნის მის ჩემოდნებში აღმოჩენილ სხვადასხვა ქვეყნის ვალუტასა და ყალბ დოკუმენტებს. სხვა ვერსიით, დადასტურდა ეჭვი, რომ ნორვეგიის ადგილობრივ პოლიციას საქმე ქვეყნის სპეცსამსახურების ბრძანებით დაახურინეს. მიზეზი საგარეო პოლიტიკური სკანდალის შიში. ნორვეგიას იმ პერიოდში მჭიდრო კავშირი ჰქონდა ისრაელთან, ხოლო პალესტინელი აგენტის მკვლელობა მის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო გამოცდილების პარალელურად ქვეყანას უმძიმეს დარტყმას მიაყენებდა. Neue Zürcher Zeitungის კვლევით საქმე ოფიციალურად გამოცხადდა თვითმკვლელობად სულ რაღაც 3 კვირაში, რათა უცხოური სპეცსამსახურების კვალი სასწრაფოდ მიეჩქმალათ. ნორვეგიული საზენიტო და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა პინგვინი ისდალელი ქალის საქმეში მთავარი სამხედრო საზვერვო კვალია. სწორედ ამ რაკეტის საიდუმლო გამოცდებს უკავშირდება ვერსია, რომ ქალი სამხედრო ჯაშუში იყო. ინოვაცია პინგვინი იყო დასავლურ სამყაროში პირველი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა, რომელსაც ჰქონდა ინფრაწითელი თერმული დამიზნების სისტემა. იგი შეიქმნა ნორვეგიული ფიორდების დასაცავად საბჭოთა კავშირის შესაძლო საზღვაო თავდასხმისაგან. რაკეტას აწარმოებდა ნორვეგიული სახელმწიფო თავდაცვითი კომპანია Kongsberg Waffenfabrik. რაც შეეხება მის კავშირებს ისდალელ ქალთან, მთავარი ლოკაციების დამტყვევაა. 1960 წელს ნორვეგიის სამხედრო საზღვაო ძალები პინგვინის უმნიშვნელოვანეს და საიდუმლო გამოცდებს ატარებდნენ ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე, კერძოდ სტავანგერისა და ბერგენის მიდამოებში. 1970 წელი კი ცივი ომის პიკი იყო და ნორვეგია ნატოსთვის სტრატეგიული თვალი იყო ჩრდილოეთში. ქალის გადაადგილების დღიური აჩვენებს, რომ ყოველჯერზე, როდესაც სამხედროები რაკეტის საცდელ გაშვებას გეგმავდნენ, ქალი სტავანგერში ჩადიოდა. საიდუმლო პოლიგონთან ახლოს მყოფმა სამხედროებმა მოგვიანებით დაადასტურეს, რომ ბაზის სიახლოვეს ნახეს უცხოელი ქალი, რომელიც ტერიტორიას ათვალიერებდა. იმ პერიოდში ნატოს ახალი თერმული ტექნოლოგია საბჭოთა კავშირის დაზვერვის გრუს მთავარი სამიზნეც იყო. იმავდროულად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების გამო პინგვინის ტექნოლოგიით დაინტერესებული იყო ისრაელის დაზვერვაც, მოსადი, რათა ეგვიპტური სამხედრო გემების წინააღმდეგ ეფექტური იარაღი მოეპოვებინა. კონტრდაზვერვის ვერსიით, ქალი სწორედ პინგვინის გამოცდების დოკუმენტირებას, რაკეტის რადიოს სიხშირეების ჩაწერას ან მისი თერმული მონაცემების მოპოვებას ცდილობდა, რამაც საბოლოოდ მისი ლიკვიდაცია გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ იმ სახელმწიფო სამხედრო ქარხნის ბედი, რომელიც საიდუმლო რაკეტა პინგვინს აწარმოებდა, ცივი ომის პერიოდში მჭიდროდ გადაეჯაჭვა საერთაშორისო სკანდალებს, ფინანსურ კრიზისსა და სპეცსამსახურების საარქივო გასაიდუმლოებას. ქარხნისა და ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი დოკუმენტები რაკეტის გამოცდების შესახებ 10 წლეულების განმავლობაში სრულიად გასაიდუმლოებული იყო.
მოგვიანებით გასაჯაროებული 1970 წლის დეკემბრის ქალის სიკვდილიდან რამდენიმე კვირაში საიდუმლო პატაკით დადასტურდა, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა, კერძოდ მეთაური ონარ ჰაიმი, ოფიციალურად აცნობებდა სპეცსამსახურებს ქალის მარშრუტებისა და რაკეტის საიდუმლო ტესტირებების ზუსტი დამთხოვების შესახებ. ქარხნის ისტორიაში ყველაზე მძიმე დარტყმა კი სწორედ საიდუმლო ტექნოლოგიების გაჟონვას უკავშირდება, რამაც ამერიკის მრისხანება გამოიწვია. გავრცელებული ვერსიით, კონგსბერგმა იაპონურ გიგანტ ტოშიბასთან ერთად ფარულად მიჰყიდა საბჭოთა კავშირს უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგია და საწარმოო დაზგები. ამ ტექნოლოგიის წყალობით საბჭოთა კავშირმა შეძლო თავისი ატომური წყალქვეშა ნავების პროპელერები იმდენად უხმოდ ემუშავებინა, რომ ნატოს ჰიდროაკუსტიკური სისტემები მათ ვეღარ აფიქსირებდნენ. ამან სრულად შეცვალა ცივი ომის ბალანსი ოკეანეებში. აღნიშნული საერთაშორისო სკანდალის, ამერიკული სანქციებისა და არასწორი ფინანსური მენეჯმენტის გამო სახელმწიფო კომპანია კონგსბერგ ვაპენფაბრიკი 1987 წელს ოფიციალურად ლიკვიდირებულ იქნა. ქარხნის სამხედრო საკონსტრუქტორო ბირთვი გადავიდა ახალ კომპანიაში, რომელსაც დღეს Kongsberg Defence Aerospace ჰქვია. ის დღემდე რჩება ნორვეგიის უმსხვილეს თავდაცვით კონცერნად, რომელიც აწარმოებს თანამედროვე რაკეტებსა და კოსმოსურ ტექნოლოგიებს. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ისდალელი ქალის საქმის მასალები ნორვეგიის სამხედრო არქივებში სწორედ იმიტომ ჩაიკეტა, რომ ქარხნის ირგვლივ არსებული საიდუმლოებები, მათ შორის პინგვინის რაკეტა და მოგვიანებით საბჭოთა კავშირთან ფარული ვაჭრობა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მთავარი რისკი იყო. ავტორმა და მკვლევარმა დენის ზახერ-ასკემ ქალის ვინაობაზე წამოაყენა ალტერნატიული ვერსია. მისი თეორიით, ქალი შესაძლოა ყოფილიყო მაღალი კლასის სექს-მუშაკი ან კურტიზანი, რომელიც ევროპის მასშტაბით მოგზაურობდა. მისი სპეციფიკური ქცევა, სასტუმროს ოთახების ხშირი ცვლა, კარებზე ნიშნების დატოვება, კაცებთან საიდუმლო შეხვედრები და ის ფაქტი, რომ არც ერთი მამაკაცი, ვისაც ის შეხვდა, გამოძიებაზე არ გამოცხადდა, მიუთითებს იმაზე, რომ ის გავლენიან პირებს ხვდებოდა. ეს საქმე არის უნიკალური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეძლო ადამიანმა ან სისტემამ საკუთარი იდენტობის სრული განადგურება. არც ერთი სახელი, არც ერთი ეტიკეტი და არც ერთი პირადი ნივთი არ გადარჩა ისე, რომ მის რეალურ ცხოვრებასთან პირდაპირი კავშირი ეჩვენებინა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე იზოტოპურმა და გენეტიკურმა ანალიზმა მისი ბავშვობის არეალი, საფრანგეთი, გერმანიის საზღვარი დააზუსტა, სახელმწიფო არქივები და სპეცსამსახურები კვლავ ინარჩუნებენ დუმილს. ბერგენის სასაფლაოზე თუთიის დალუქულ კუბოში მწოლიარე უცნობი ქალი რჩება ცივი ომის ეპოქის მსხვერპლად. მისი საფლავის ქვაზე სახელი არ წერია, რაც მას მარადიულ საიდუმლოდ აქცევს. რომელი ვერსიაა თქვენთვის მეტად დამაჯერებელი? ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ისდალელი ქალი? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ. თუ გსურთ ჩვენთან ერთად აღმოაჩინოთ ისტორიული საიდუმლოებები, გამოიწერეთ რადიო მაესტრო YouTube-ზე და გახდით ჩვენი შემეცნებითი მოგზაურობის ნაწილი.